გამარჯობა. Ლეჩხუმში ჩამოვედით საგერში, სადაც ბევრი ლამაზი ადგილის ნახვა მინდა. პირველი დანიშნულების პუნქტი იქნება ღვირიშის ჩანჩქერი, რომლიდანაც წესით ლამაზი ხედი უნდა იყოს. და მერე უკვე მინდა ვნახო ლაილაში, სადაც არის აუზი, ასევე არის სინაგოგა, არის ძველი ეკლესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, წავედით. მოკლედ საშინელი ქარია აქ ზემოთ. ლაჯანურის ხეობა გამოვიარეთ, მდინარე ლაჯანურას გარშემო და ამოვედით ღვირიშის ჩანჩქერზე, სადაც არის ძალიან კარგი პანორამული ხედი. აბა ვისაც სიმაღლე ძალიან უყვარს, ნახოთ როგორ მოეწონება. მოდი. ეს შუშა ისე გამზარულია მართლა. რეალურად შორიდან რომ უახლოვდები, ვერ ხვდები მთელი მუღამი რაშია, მაგრამ რომ გახვალ ამ გადასახედზე და გადაიხედავ შუშების მიღმა რომ უყურებ, რომ ქვემოთ არაფერი არ არის და გამჭირვალეა, ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. უბრალოდ რეალურად უფრო საშიში უნდა იყოს და იქნება სხვა დროს. ეხლა მზე არის ზენიტში და ეს მზის განათებას თლიანად მზის სხივებს რომ ირეკლავს შუშა, იმდენად კიდე აი კამერაშიც უფრო არ ჩანს, მაგრამ სხვა დროს ალბათ როცა მზე ცოტა სხვა მიმართულებით ანათებს, კიდე უფრო მეტად აღსაქმელი იქნება, უფრო კარგი დასანახი იქნება, როცა ქვემოთ უფრო გამჭირვალეა ეს შუშის მიღმა და მგონია რომ ფეხქვეშ გეძლება ეს სივრცე. მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო ახლა. ღვირიშის ჩანჩქერთან მოსასვლელს ასეც რო ვთქვა ორი სიტყვა. ბევრმა სედანმა გაიარა, დაბალი მანქანების ამოდიან თავისუფლად, უბრალოდ დაახლოებით ალბათ აი ასფალტის მერე 10 წუთის გზა რჩება, სადაც ცოტა ხრეშიანი და ქვიანი გზის მონაკვეთია დარჩენილი. აი ასეთ გზას გულისხმობ. ცივი კაია. აკაკი წერეთელმა რომ იმოგზაურა 1912 წელს რაჭა ლეჩხუმში, თურმე სწორედ აქ სოფელ ლაილაში დაუსრულებია ეს თავისი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის ამსახველი ფილმის ხო არსებობს ვასილ ამაშუკელის და ეს ლაილაშის სოფლის კადრები ამ ფილმშიც არის. ვაუ, ზარმაზარი. არის 19 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. საინტერესო ისტორია რაც წავიკითხე ლაილასთან დაკავშირებით, ამ თვითონ ეს ლაილაში საიდან მომდინარეობს სიტყვა ერთი კონკრეტული წყარო არ არისო, მაგრამ არის სხვადასხვა ვერსიები და ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად თვითონ ლაილა ებრაულად მთვარეს ნიშნავსო და ამას აქვს თავისი ისტორია. როცა მე-16 საუკუნეში თურქებმა ახალქალაქი აიღეს, ეთნიკურად სომეხმა და ებრაელმა დევნილებმა
თავში აფარეს მაღალმთიან ლეჩხუმს, ხო და როცა გამოვიდნენ ღამე იყო და ამ ღამე გზას მთვარე უნათებდათო. და მოკლედ ლაილა, რადგან მთვარის ნიშნავს ებრაულად, ლაილაში დაერქვა გაურობასო და ერთ-ერთი ვერსია არის ეს. ამ სინაგოგასთან ახლოს ყოფილა ის აუზი, აი ერთ პერიოდი რო ძალიან ბევრი ფოტო იდებოდა, ბუნებრივი წყალი რომ მოდის და აუზი მიაშენეს წინ ლამაზი ხედით. ხო და მაინტერესებდა როგორი იყო და იმდენი ხალხი იყო, იმდენი რომ გამოვბრუნდით. ანუ ისეთ ხელა რომ მეტი არ შეიძლება. სასწრაფოდ მდინარე უნდა ვიპოვოთ. გულის ასვლამდე დარჩენილია აი წამები, ალბათ წამზომი ჩართულია. ხელოვნურად არის მოწყობილი. ცივი კი არ არის. ყიდული ვიტარი. დინარის პირას არის მაყლის ბუჩქები და სტადირო. ჟავეა, კარგი არ იყო მდინარე. ახლა შეგვიძლია გავგზავნოთ გზა. ცაგერიდან 9 საათის გზაზე არის ქულბაქი, ასეთი ადგილი. გზად გავჩერდით მდინარეზე. იმ მდინარიდან წამოვედით პირდაპირ ქულბაქში და აქ არის მწვანე ტბა, ესეთი მოწყობილი. სივრცეებია, სადაც ყავთ თევზები. არის ძალიან ლამაზი ტბა. 5 წლის წინ ვიყავი, მე მგონი პირველად ამ ადგილას. და ისე მომეწონა, რომ ერთი სული მქონდა, მეორედ კიდევ როდის ჩამოვიდოდი და ახლა ვნახავ. აქ სხვადასხვა არის კოტეჯებიც და თითქოს ახლა რო უყურებ, უფრო მეტია ვიდრე მაშინ იყო, სადაც დარჩენაც შეიძლება და ძალიან კარგია, ანუ ისეთი სილამაზეა, ისეთი ტყეა და იმხელა სივრცეა. არ ვიცი, სრული სიმშვიდე და ჰარმონია იმისთვის, რომ აქ დარჩე და დაისვენო. დღევანდელ დღეს ვიწყებთ ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმით. ამოვედით ახლა უკვე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ვარ. ეს არის ძალიან ლამაზი. ლადო ასათიანი ხო იყო ბარნალადან და ბარნალა არის ლეჩხუმში. პირველად ლეჩხუმში ვიყავი 5 წლის წინ და მაშინაც ვიყავი ამოსული აქ. ხო და რაც მაშინ ვერ ვნახეთ, გვინდა რომ ახლა ვნახოთ. და რაღაც ადგილებს გამოვტოვებთ. მაგალითად, დღეს აღარ ვაპირებთ, რომ წავიდეთ მურის ციხეზე. სადაც საფეხმავლო ბილიკია, გადის რკინის კონსტრუქცია, როგორც მახსოვს და არის სამი ციხის ნანგრევი, ზემოდან დიდი ხედი იშლებოდა, მაგრამ ამ ადგილს გამოვტოვებთ, იმიტომ რომ ძალიან ცხელა, სასწაულის სიცხეა და თან უკვე ნანახი გვაქვს. სანაცვლოდ გადავწყვიტეთ, რომ სახლ-მუზეუმის მერე წავიდეთ ლენტეხში და ქვემო სვანეთი ვინახულოთ. თულია თქვა, რომ ეს ადგილი განსაკუთრებული არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ისედაც რა პატარა ლეჩხუმი. ბარნალა პატარა ხო დავისდავად და ამ პატარა ადგილიდან ამხელა პოეტი რო ყავს და სამწუხაროდ ხოთა შორის სანახაობების სიები ბევრ ადგილას პლატფორმებზე, ვებსაიტებზე და ისაც არ უნდა ნახო, 10-დან 8-ში არ წერია, რომ შეგიძლია ლეჩხუმში ჩამოსვლისას ნახო ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი და ჩემი აზრით ძალიან ცუდია.
მახსოვს, რომ აქ იყო საძინებელი ოთახი. ეხლა როგორი სიმწვანეა და მაშინ კიდევ უფრო ლამაზი ხედი ექნებოდა. ჯერ ის რაც ახალგაზრდა გარდაიცვალა 26 წლის ასაკში დაავადდა ტუბერკულოზით. რამდენი რამე ვერ მოასწრო, მაგრამ რამდენი სირთულის გავლა მოასწრო. დედა გადაუსახლეს, ნუ მაშინ რა საშინელი პერიოდი იყო. კარგი ის არის, რომ შთამომავლები დარჩა, შვილთაშვილები. მათი უმრავლესობა, როგორც ვთქეს, ქვეყნის გარეთ ცხოვრობს. დანარჩენ დღეს აღარ გადავიღებ, რადგან თხოვეს, რომ ვიდეოს გადაღებას მოვედიდოთ და უბრალოდ ეს ოთახი არის, არ ვიცი, დაითვლი ნივთების რაოდენობას. ბევრი ნივთი არ არის, მაგრამ რაც არის ისეთი კოხტა. ჩამოვედით ლენტეხში დამშეული ხალხი. არის ყველიანი ლობიანი, რომელიც არასდროს არ მიჭამია. არასდროს. წინასწარ მგონია რომ არ მომეწონება. მაგრამ აბა ვნახოთ. ვერც გემოებს ვაკავშირებ. ეს არის თაშმჯაბი. მოკლედ აშკარად ობიექტის ბრალია. ვერაფერ ვერ მომხიბლეთ. ამ თაშმჯაბი სვანეთში მაქვს გასინჯული შარშან პირველად როცა ვიყავი. უგემრიელესი იყო, ძალიან მომეწონა მაგრამ ეს ეხლა რასაც ჭამ. არ მოდნახათაც არ მივა. თავარია ეხლა კუბდარი იყოს გემრიელი და მოსაწონი. კუბდარი გემრიელია. კიდევ კარგია. კუბდარი კარგია. რადგან დღეს გადაწყვეტეთ რომ წამოსულიყავით და ლენტეხი გვენახა, დიდად მომზადებულები არ ვიცით რა უნდა ვნახოთ. მაგრამ სადაც გავიგებთ. ჯერ დავიწყეთ სვანური სამზარეულოთი და ეხლა მოვედით მუზეუმში, რომელიც არის ლადო მუსელიანის სახელობის. გავიგოთ ინფორმაცია, ვინ იყო. ვიკითხოთ მუზეუმში, სად შეიძლება წავიდეთ. ხების ალესები რაღაცები და წელი გაკეთებული. ხალისგან ჯერ დაამუშავებენ მაგრად და მერე ხავის კი როგორ არა სიმაღლეზე არის 11 მეტრის სიმაღლეზე არის და შეგვიძლია აქედან დავიდეთ მუზეუმის შიდა სივრციდან ავდივართ კოშკზე. ვიკითხეთ ვინ არის ლადო მუსელიანი და ყოფილა სკოლის დირექტორი, რომლის მონდომებითაც მოკლედ შებრულა ეს ყველაფერი, რაც ამ მუზეუმშია, ძველი ნივთები და მან ჩაუყარა საფუძველი როგორც ჩანს ამ მუზეუმის არსებობას. ეს კოშკი არის 16 მეტრიანი, სადაც ახლა მოვდივართ. მოკლედ ამ კოშკის ბოლო სართულზე ზემოთ 4-ვე მხარეს არის ეს ფანჯრები და სხვადასხვა ხედია, სხვადასხვა მთის მხარეს გადაჰყურებს. აქ სანამ ამოვიდოდით, ქვემოთ მოედანზე შეხვდა კულტურის სახლი თუ კულტურის ცენტრი. მოკლედ, მოედანზე გამოირჩეოდა ეს შენობა და იქ მითხრეს, რომ კოშკები, ამის კოშკს თუ ვნახავთ ლენტეხში და დანარჩენი კერძო საკუთრებაა. წავედი ახლა ისევ ქვემოთ. მე მგონი ჩასვლა უფრო ცუდია ვიდრე ამოსვლა. იქ არის ქვემოთ შესასვლელი რაღაცეები. ახლა ვეძებთ
მჟავე წყლებს, რომელიც მუზეუმში მიგვასწავლეს და ესეთ კოშკს მოვაკეთეთ. გემრიელია. ვისაც მოსწონს მჟავე წყლები, სულუქია. იცი რა არის? ეს როგორი არის? ეს მჟავე წყლები ზოგი არის ხოლმე თითქოს შუშხუნებს თან. ან როსვამ თითქოს შუშხუნებს რა პირში და ეს სულუქად ისმევა ჩემი აზრით. როცა ბევრს ვამ, მაშინ გრძნობ იმ შუშხუნებს. საბოლოოდ გადავწყვიტეთ მთის წყერზე ავიდეთ და სოფელი გულიდა ვნახოთ. უთხრეს რომ მანქანა ბოლომდე არის, საკმაოდ ძველი ეკლესია ყოფილა. მოკლედ ეკლესია გვეგონა და დაგხვდა ესეთი სამუშაოები. ოპს, და ჩემზე დიდი ძუბო. ოი, ცხელა. მოდი მეწავა. მომწონს ეს ლეჩხუმის კლდოვანი მთები. დიდი და გაშლილი სივრცეებია. მდინარის პირას ვარ ახლა. აი აქ არის მწვანე თეატრი, ამფითეატრი ძალიან ლამაზი და სადღაც აქვე არის საპიკნიკე სივრცე, ცეცხლის ასანთები, მწვადი შესაწყავი და ვეძებთ რომ კარგი საღამო გავატაროთ. ძალიან ლამაზი და საყვარელი სივრცეა საზაფხულოდ. მამას პინძელმა თავისი გამომწვარი კექსი მოყვართვა. ჩვენი ლეჩხუმის ბოლო დილა ვისო არ მასვენებს. საირმისოტები დაგვრჩა სანახავი და მან დასრულდება წლევანდელი ლეჩხუმური მოგზაურობა. ცაგერში დარჩენას თუ გადაწყდეთ, თუ დაგჭირდებათ საოჯახო სასტუმრო შემიძლია გირჩიოთ. ძალიან ყურადღებიანი და საყვარელი მასპინძლები არიან, სამსართულიანი სახლია. და აი ეს არის მეორე სართული და აი აქ მესამე სართულზე ეს იყო ჩემი ოთახი. ზედი საყვარელი ვერანდაა წინ. მოусვენ არის ვისო წყალხარი. ეხლა მივდივართ რაჭის კენონში და გზად გვინდოდა რომ ამის ნახავად არ წავსულიყავით საირმის სეტებს შემოვუარეთ. უბრალოდ იმისთვის რომ იქ მოვასწროთ ონში სოფლების გემრიელა და თვალიერება. ამ 3 კილომეტრიან მარშრუტს აღარ გავდივართ. როგორც 3 კილომეტრიანია რომ ახვიდე. დრონით აქ მოსვლა იქნება სასწაული, ალბათ ძალიან ლამაზ კადრებს გადაიღებ. ახლა გადასახეთთან გავჩერდით და ესე შორიდან ვუცხებ და ვტკბები ამ საირმის სვეტების ხედით. ძალიან ლამაზია. მოკლედ აქ სრულდება ჩემი ლეჩხუმის ამბები და მივდივარ ონისკენ ახლა რაჭისკენ მოქვს გეზი. მადლობა ვინც მიყურეთ. კარგად.